თვითმკვლელობაზე საუბარი რატომ უყვარს ასე ყველა ფილოსოფოსს არ ვიცი, მაგრამ არც ეს ადამიანი არის გამონაკლისი. ახლა ვკითხულობ არტურ შოპენჰაუერის პესიმიზმს, რომელიც გამომიგზავნა გამომცემლობა აქტმა და აუცილებლად გამოიწერეთ გამომცემლობა აქტი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი წიგნები აქვთ, რომლებიც არამხატვრული ლიტერატურაა და სულიერი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი კითხვა. არტურ შოპენჰაუერის პესიმისტური ფილოსოფიის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ნებელობა, ნება, ის თulis რომ ყველა ადამიანს გააჩნია სურვილები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგაც ჩნდება ახალი სურვილები და მოკლედ ადამიანი გაუმაწყარი არსებაა და ეს ნება თუ ნებელობა, რომელიც აჩენს სურვილებს, არის მისი სიზუსტე. იგი ასევე საუბრობს იმაზე, რომ სიკვდილი ადამიანის არსს ვერ აშთობს და მისი არსი გრძელდება, საუბრობს სუიციდზე, ქალებზე, საუბრობს აღზრდაზე და მის მნიშვნელობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ვისაც ფილოსოფია გაინტერესებს, აუცილებლად უნდა იცნობდეთ არტურ შოპენჰაუერს და მის პესიმისტურ ფილოსოფიას. ასევე გამოიწერეთ ჩემი TikTok არხი, დაალაიქეთ და დაარეპოსტეთ ვიდეო და რა თქმა უნდა გახსოვდეთ, ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა.